მოგესალმებით, ეთერშია სპორტული გადაცემა სპორტული სივრცე. რადიო სივრცეზე, ჩვენ რა თქმა უნდა FM-ზე და Facebook-ზე ვართ და შეგიძლიათ გვისმინოთ, გვიყუროთ. მე ვარ გიორგი ფულარიანი გადაცემის წამყვანი და სანამ დავიწყებდი და ჩემს დღევანდელ სტუმარს წარვადგენდი, რა თქმა უნდა, გვერდს ვერაუვლით იმ მოვლენებსაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ მინდა და გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ რა თქმა უნდა, ძალადობა უბრალოდ დაუშვებელია, როგორც მედიაზე, ასევე ხალხზე, მით უმეტეს ასეთი ფორმით და მით უმეტეს მედია მაშინ როცა ომშიც კი ხელშეუხებელია, ამიტომ მსგავსი ქმედებები რა თქმა უნდა ძალიან მძიმე საყურებელია და დაუშვებელია და ჩვენ გვმოვს და რა თქმა უნდა ხადაჭერს უცხადებთ კოლეგებსაც და უბრალოდ ხალხსაც, ვინც გულწრფელი ემოციებით არიან იქ და აპროტესტებენ, თავიანთ სათქმელს ამბობენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება მშვიდობიანად. ჩვენ ბუნებრივია არც რა თქმა უნდა აქეთ ამ მხრიდან ვამართლებთ რაიმე სახის ამ პროვოკაციას, ან შეურაცხყოფას რამე მსგავს, არანაირად. პირიქით ზოგადად ვამბობთ, ზოგად კონტექსტში და სურათში, რომ ძალადობა და მით უმეტეს ასეთი ფორმით არის დაუშვებელი. და რა თქმა უნდა, ყველას უსურვებ გამოჯანმრთელებას, ვინც დაზიანდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ჩემო დღევანდელი სტუმარი არის გია ისიანი, რომელიც ახლა გვესაუბრება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავზე, პროექტზე, ფესტივალზე. თბილისის დინამო ჩააქვს მეთოდოლოგია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონში, თან ეს სხვადასხვა რეგიონი უკვე ძალიან ბევრია საკმაოდ და იმ თითოეულ რეგიონშიც ბევრი ადამიანია ჩართული, თავის მშობლების დაინტერესებით და ამბები, მოკლედ ძალიან ისე განვითარდა ეს ფესტივალი დროთა განმავლობაში და კიდევ წინ არის როგორც ვიცი ყველაფერი და მოგესალმები გია, მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში და რა თქმა უნდა, აი პირველი კითხვაც მინდა დაგისვა, ზოგადად როგორ წარმოიშვა და დაიბადა ეს პროექტი, ჩანასახშივე როგორ განვითარდა მე რომ მოგვიყვა. მოგესალმებით გიორგი, რა თქმა უნდა, ყველა ძალადობას ვემიჯნებით ჩვენს რა თქმა უნდა და ყველა სპორტული საზოგადოება, ფეხბურთი საზოგადოება იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მალე დასტაბილურდება, გამოიძიებენ იმ დამნაშავეებს, ვინც ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის თუ როგორც არის და რა თქმა უნდა გმოვთ რა თქმა უნდა დაგმოვთ პირადად მედიის წინაშე და მედიის წინააღმდეგ გამორიცხულია რამე ფორმით ბრძოლას რა. ხო არა რა თქმა უნდა განურჩევლად რაღაც პოლიტიკური შეხედულებებისა თქვა ეს უბრალოდ ხო დაუშვებელია რა თქმა უნდა და მედიის დამსახურებაა ის რომ ეს პროექტი არის დღეს აქ თქვენთან საუბარში და გებულობს ის ხალხი, ის ადამიანები, ვინც ბავშვთა ფეხბურთზე არიან ორიენტირებული და ვინც ამ ყლადაღებულ თემას ბავშვთა ფეხბურთს მიხედოთ ბავშვთა ფეხბურთს რა ეშველება, აი ესეთ მდგომარეობაში დინამო თბილისმა ინიციატივა გამოთქვა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა ძალიან მოთხოვნები თბილისში, დინამოს აკადემიაში ბავშვების რაოდენობის თანაგრების წარმატების მერე მით უმეტეს. კი ბატონო, გადაწყვიტა დინამოს ხელმძღვანელობა და იცით რომ ბატონი რომა პიპიას აქვს ეს ბავშვთა ფეხბურთზე და აკადემიაზე ძალიან სხვანაირი მიდგომა და ყველაფერს აკეთებს. ზაზა დოლიძე იყო ჩასული ერთ-ერთ კონფერენციაზე კლუბების და იქ ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელთა საუბარში აღმოჩნდა რომ შეიძლებოდა ამ პროექტების რეგიონებში ყოფილიყო ჩვენი საფეხბურთო სკოლების ფილიალები რო გაგვეხსნა. და მიკავშირდა ზაზა და მე ჩემი მხრიდან ჩემ პროექტს ვამუშავებდი, რომელიც მსგავსი იყო, ოღონდ ესეთი როგორც დინამოსი, რა თქმა უნდა დინამოსი გამოდგა ისე როგორც დღეს უკვე ძალიან წარმატებულია. მე მინდოდა სახელმწიფო საფეხბურთო სკოლებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მათთვის ამ სკოლებისთვის და რეგიონებისთვის პროექტების შექმნა, როგორ უნდა განვითარებულიყვნენ. ზაზას და ჩემს შორის საუბარი შედგა ბატონ რომასთან და გადაწყდა, რომ მე ამ პროექტის მენეჯერად დამნიშნეს. ლევანი კვანცელაძე ხელმძღვანელობს ამას აკადემიის დირექტორი, ეხლა ერთად დავდივართ ყველგან, პლუს ჩვენთან ერთად ის მეთოდოლოგიის თანამშრომლები, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობენ და ყველა რეგიონში ჩვენი წარმომადგენელი ყავს. ეს იდეა იყო რომ გავხსნათ. ხო, იდეა თავისთავად. ისევ ბავშვთა ფეხბურთს და ბავშვთა სპორტს ემსახურება თქო უნდა. ეს არის 5 წლიანი მემორანდუმები, რომელიც მუნიციპალიტეტებთან ფორმდება, სულ აი 2 წელიწადში. უკვე 25 მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლასთან არის ეს ხელშეკრულება და თავიდან პირდაპირ გეტყვით, რომ
რაღაც ცოტა სკეპტიკურად ვიყავით, იმიტომ რომ როგორ აყვებოდნენ რა. თან ახლა მე პირადად რეგიონში ნამუშევარი 5 წელი, 6 წელი იცით როგორ შემუშავებდი გორის დილაში იქ საფეხბურთო სკოლასაც ხელმძღვანელობდი. ცოტა ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, თუმცა გორში მინდა თქვა რომ ძალიან ბევრი კი არა, სულ ყველა ლიცენზირებული სნელია საფეხბურთო სკოლაში. ალიცენზიის კონეც არის ძალიან ბედს და ნუ ხო, ანუ კვალიფიციური ხალხია. აღმოჩნდით ერთ-ერთ რეგიონში დავიწყეთ ამ პრეზენტაციების წარდგენა. ყველანაირად მინდა გითხრათ, რომ სადაც ჩავდივით რეგიონებში, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა დინამოს მეთოდოლოგიას. ამას დაემატა, რა თქმა უნდა, კვარა, ჩაკვე ბიჭები, მამაკ და სულ ყველა და დინამოს პროდუქტები, ასე ვთქვათ. ყველას აინტერესებდა, როგორ მოვახერხებდით აი ამ ყველაფრის წინა პლანზე წამოწევას, რომ დინამოს მეთოდოლოგია ჩაგვეტანა. ძალიან დიდი მუშაობა გაწია აკადემიამ თვითონ. ამ პროექტის განმავლობაში წარმოვიდგინეთ წელიწადში ორჯერ ტარდება სხვადასხვა რეგიონებისთვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების მოწყობა ჩვენთან აკადემიაში ჩამოდიან ეს რეგიონის მწვრთნელები. მინდა აღნიშნო, რომ მათ ესეთი ფუფუნება არ ქონიათ რა, რომ ეს რაღაც მეთოდოლოგიები ესწავლა და 2 დღე 3 დღის განმავლობაში თეორიული მეცადინეობა მიდის, ანუ ყველაფერი არის ჩაშლილად. ჩვენი მწვრთნელები, აკადემიის ხელმძღვანელები ყველა უხსნიან ამ მწვრთნელებს როგორ უნდა დაიწყონ ვარჯიში, როგორ უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა ხო, ტრენინგია ერთგვარი, ხო, და მე პრაქტიკული. პრაქტიკაში უკვე ვარჯიშებზე ერთვებიან. მიდრებზე შედიან ჩვენ მწვრთნელებთან ერთად, ბოლოს უკვე თამაში არის, თამაშიც ერთვებიან და ეს ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ დაუბრუნდით ახლა კახეთის რეგიონიდან, მან და არ ჰქონდა ჯერ წნომა და ჩაერთო უკვე სიღნაღი, დედოფლის წყარო ყვარელთან უკვე თითქმის დასრულებულია, რომ ჩამოვთვალოთ ახლა რეგიონები, 25 რეგიონია და ავიც ყველას თუ ჩამოვთვლით, ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვით, რომ დაწყებული ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული, ონი, ამბროლაური და საინტერესო არის, რომ აქ არის ყოველთვის ერთი პიროვნება, რომელიც აი ამ მეთოდოლოგიას ხელმძღვანელობს, ჩვენი მხრიდან კურატორი. განაწილებულია, ხო, თითო რეგიონზე არის თითო მწვრთნელი. რომელიც თვეში ერთხელ სავალდებულოდ რა ჩადის ამადამ რეგიონში საფეხბურთო სკოლებში და იმ მეთოდოლოგიას რაც ვასწავლეთ ჩვენთან აკონტროლებს, ასწავლის შესწავლებს, უსწორებს და მერე ამ ყველაფერს პატაკის სახით აკეთებს თავის დასკვნას იქ რა ხდება როგორ არის. წარმოუდგენელი ფაქტები ხდება ჩვენ თვალწინ, რომ ისეთი რეგიონები, სადაც მოხდა ისე, რომ აი თითქმის ბავშვთა ფეხბურთი იყო, სექცია იყო ესეთი ფეხბურთის 14-15 ბავშვი დადიოდა და უცებ აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონში უკვე 50-50-ზე მეტი ბავშვია ჩართული და პლუს ამას ჩაერთნენ აფხაზეთის ლიგაში ჩემპიონატში, ელიტ ლიგაში და უკვე ამ რეგიონმა დაიწყო მოძრაობა და გუნდით შექმნეს რეგიონალ ლიგაში, ასე ვთქვათ. ბევრგან არის კიდე ესეთი მდგომარეობა, სადაც ნაკლებობა არის სპორტული ინვენტარის, ესე ვთქვათ, მაგრამ აი სამწუხაროდ პრობლემაა კი ნამდვილად და მაგრამ ჩვენს კლუბმაც იმუშავა ამის მიმართულებით აღმოჩნდა მშვენიერი პიროვნება ადამიანი არც რეკლამაში თუ არ ჩაგვეთქვა არის ისურვეჯი ესეთი კომპანია რომელიც ყველა საფეხბურთო სკოლას წელიწადში ერთხელ ძალიან სოლიდურ სპორტული ინვენტარით ამარაგებს აი ეს მეგობრულად არავით არის სხვა რამე და ვართ ესეთ მდგომარეობაში, სადაც ყველას უხარია ჩვენი ჩასვლა, ჩავდივართ ის 2-3 დღე ფესტივალებს სადაც ვატარებთ და პლუს დამაგვირგვინებელი ხარ რაც ხდება 13-14 დეკემბერს წარმოიდგინეთ ყველა რეგიონებში შეიქმნა ნაკრებები. ანუ ეს 5 რეგიონი რაც ჩამოგითვალეთ და ამ რეგიონებს კიდევ რომ დავამატოთ შემდეგში იქით არის დუშეთი, დმანისი ახალგორის და ერედვის ლტოლვილთა ქალაქები წეროვანში და კოდაში რო არიან ჩამოსულები კასპია აქ ჩართული არის იქით მესტიაცაც ყველაზე საინტერესოა და კლიმატური პირობების გამო მხოლოდ 7 თვე მუშაობს ეს პროექტი ეს ცალკე დაბრკოლებაა კიდევ რა თქმა უნდა ხო მესტიის ამბავში მაგრამ იგივე მესტიაში სხვა არის ბევრი ჩართულობა ზოგადად ხო ძალიან სერიოზული ჩართულობა ძალიან სერიოზული ჩართულობა და იქაც როგორ არის იცით რადგან ეს მესტიის ბავშვები ვერ მონაწილეობენ საფეხბურთო ლიგებში
აი ამ ფესტივალებით ვაკეთებთ ამის ანაზღაურებას, რომ აი რაღაც ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. ხათა ბალანსდება ამით ხო ესე გამოდის. მინიმუმია, მაგრამ რაც არის რა ვუყოთ 7 თვეა ძალიან ხოთაობა და ფულიად ხო. ეხლა ყაზბეგი ჩაერთო ძალიან სერიოზულად თიანეთი აი ნაკრების. ანუ იმის თქმა მინდა უბრალოდ მთის რეგიონებიც მათ შორის ხო ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი და ეს ძალიან მაგარი ამბავია და ხა ჩვენ ბუნებრივია ხა ისე ყველა შეიძლება რომ ჩამოვთვლით მაგრამ ავსთავარია აი ჯამში 25 რეგიონი რაც ახსენეთ ხო აი ჯამში თითოეული რეგიონი და დაახლოებით აი რამდენია ხოლმე ეს რაოდენობრივად რო ავიღოთ იმიტომ რომ ციფრებში ხა კი ვამბობთ ჩვენ რომ ბევრია დაინტერესება მაგრამ ციფრებიც რო გავამდოთ ჩვენ სვენელებს და მაყურებლებს აი თითო რეგიონი და დაახლოებით რამდენი ადამიანია ხოლმე ჩართული უყურეთ ამ ეს პროექტი მოგახსენებთ ამ პროექტის ძირითადი მიზანი არის 6-დან 12 წლამდე ბავშვების მომზადება. ხო, თან როგორი მნიშვნელოვანი ასაკია ხო ეს პერიოდი? კი, ანუ ეს ის არის, სადაც საბაზისო ტექნიკა და პასკონტროლი და აი ეს მინიმუმ ფეხბურთის ცოდნა აუცილებლად სასწავლებელია. კონტაქტი და სირბილე და ასე შემდეგ. ჩვენი მეთოდოლოგიით არის 2 ასაკი ერთად გაერთიანებული, რომ ჩვენ შემთხვევაში ახლა ეს ასაკები რო თქო 2012-2013 წელი ერთი გუნდია და 14-15 წელს დაბადებული მეორე გუნდი. თითო ბავშვიდან არის, თითო ჯგუფიდან არის 18, 17 ბავშვი, ანუ რეგიონიდან მთლიანობაში არის 35-40. თუმცა იქ ბევრი არის ისედაც ვინც დადიან ფეხბურთზე, მაგრამ ჩვენ პროექტში არ გვინდა რომ ჩვენ სავარჯიშო მეთოდოლოგიაში იმაზე მეტი ბავშვი იყოს რაც ჩვენთან აკადემიაში. აი წარმოიდგინეთ რა ვარჯიშები წარდება ჩვენთან საფეხბურთო სკოლაში და აკადემიაში, იგივე მეთოდოლოგიით ვარჯიშები ტარდება რეგიონებში და ვცდილობთ ბავშვთა რაოდენობა ამ ჯგუფში არ აღემატებოდეს 18, 16, 18, 20. თორე რაოდენობა ძალიან ბევრია. ხო, არა, ამას დაინტერესებები დიდია რა. კი, ნუ ეხლა წარმოიდგინეთ ყველას უნდა რომ დინამოს აკადემიაში შანსი ქონდეს, ხო და პირველი მერცხალიც ყავს უკვე გულუა არის ეს ხოროწყელი ბავშვი 2012 წლის რომელიც იანვრიდან უკვე თითქმის გადაწყვეტილია რომ იქნება ჩვენთან აკადემიაში ძალიან კარგი ვიულოცა ვაკედან და დამატებას უსურვებ რა თქმა უნდა ძირითადი გიორგი მან რას უხარიათ შობლებს არის ის რომ აი ეს მითი რო იყო პატრონი რომ ყოლოდა დინამოში ვითამაშებდი და ასე შემდეგ ეგ დაინგრა იმიტომ რომ ჩვენი ინტერესია რომ პირიქით ბავშვი აღმოაჩინოთ და საინტერესო ის არის რომ ლანჩხუთიდან ახლა მაგალითად ახლა იცით მოგახსენეთ 13-14-ში არის უკვე ეს რეგიონალური ნაკრებების ფესტივალი და თითო რეგიონს წარმოადგენს რამოდენიმე ბავშვი. ახლა ყველაზე ბევრი არის ლანჩხუთიდან, ან დასავლეთ რეგიონიდან, ამბროლაურიდან არის 6, სამეგრელოდან 6, იმერეთიდან 5 და აი ესენი ყველანი ერთგროვდებიან გუნდებად, ანუ დასავლეთის 1, დასავლეთი 2, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და ეს ყველაფერი მიდის ბოლოს კვირას უკვე დასასრულია და ბოლოს დასრულების შიდა ტურნირი ჩვენთან ვაკეთებთ ამას. და ბოლოს უკვე გვირგვინი იქნება ამ ფესტივალის დასასრულის ეს ნაკრები გუნდი აუცილებლად წავა საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურნირს. ო, სუპერ. ძალიან მაგარი გამოცდილება. ეთნიკურ პატარა ურთიერთობასაც შევეხოთ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონია, ჩართული მთლიანად ყველა ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი და ის ახალქალაქი, ადიგენი, ნინოწმინდა. ანუ ყველა 6-ვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არის ჩართული ამ პროექტში. იქ არის სხვადასხვა ეროვნების ბავშვები და ეხლა თქვენ ერთად შევესარით, ერთ-ერთი ცნელი საუბრობდა, რომ ბავშვმა შეიძლება ქართული არ იცოდეს და მოყვება. ხო, არ შეიძლება სომეხიც, აზერბაიჯანელი. კი, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. აქ ეხლა წარმოიდგინეთ ეს 2-3 დღის განმავლობაში ეს ბავშვები ერთმანეთთან დამეგობრდებიან, გაიცნობენ, ერთად არის ორგანიზებული რუსთავში ტარდება ეს, რუსთავშიც იცით, რომ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ფილიალი აკეთდა ძალიან დიდი, ძალიან კარგი და იქ ყველაფერს აკეთებს რუსთავის ეს კლუბი თვითონ და ეს სკოლა ამ სტუმრების მიღებისთვის სასტუმრო ჩერჩეულია, ადგილებიც გამზდებულია ყველაფერი და 80 ბავშვი იქნება 2 დღით, 3 დღით რუსთავში გაიცნობენ ქალაქსაც, შეხვდები გაივლიანი. ხო, რამე დავამატებ გაგაწყვეტინე ბოდიში. ეხლა რაც უნდა თქვა, ხო ეხლა ბოლო წლებში ხო მithumedes კი თქვა დინამოს ზოგადად მძიმე სურათი აქვს, მძიმე მდგომარეობა, ხო ხედავთ შედეგებსაც, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დინამოს აკადემიაში მოხვედრა ბავშვისთვის მაინც პრესტიჟია, სახელია, დინამოა, ბრენდია და
რაც არ უნდა იყოს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ისტორია რაც არ უნდა იყოს და აგერ იმასაც დავამატებ რომ თუნდაც ბოლო ახალი ამბავი რაც ვიცით რომ დინამოს კიდევ ერთი კარგი პროდუქტი ვახტანგსალია ნიუკასლში წავიდა ხო ეს რა თქმა უნდა მამარდას და კვარას გამოძახილიცაა და ეს ასე ვთქვათ ბაზარი რო გაიხსნა ქართველები რო ტოპლიგაში წავიდნენ მე ჯორჯი ზურიკო და ასე შემდეგ მაგრამ რა თქმა უნდა დინამოს ბოლო ახალი ამბავი ესა რაც ვიცით კი იქ ზაკარდომას მე თქვა ინტერვიუში ისე დააინტრიგებლად რომ არის ერთი ბავშვი რომელსაც ხედავ იტალიაში მაგრამ ვინ არის ჯერ არ ვიცი არ ვთქვამს და ყოველ შემთხვევაში ბოლო ახალი ამბავი ესა სალია ამ შემთხვევაში არის ვახტანგსალი არის ნიუკასლში უკვე და მომავალი წლიდან მომავალი ზაფხულიდან გადაწყვეტილი ითამაშოს პრემიერ ლიგაში ხო და ამიტომ სუპერ ამბავია რა თქმა უნდა მამარდაშვილის პრემიერ ლიგაში იქნება საინტერესო ამბავი რა არის იცით რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს დინამო თბილისში და აკადემიაში სასელექციო სამუშაოს დიდი ჯგუფი რომელიც ну ფაქტია რომ წარმატებულად მუშაობს ფაქტია რომ ის ბავშვები ხვდებიან ჩვენთან ამ სელექციის შემდეგ რომელიც შემდეგში ასეთ შედეგებს დებენ და ეს ყველაფერი კომპაქტურად ისე არის ყველაფერი აკადემიაში მოწყობილი რომ ყველას თავის საქმე აქვს ყველას თავის ფუნქცია აქვს ყველას თავის დავალება აქვს და ყველას თავის მიზანი აქვს და ეს მიზანი სრულდება ისე რომ აი სალიაკოს ეხლა ხარებაშვილზე დაიწერა რეალ მადრიდი და ბარსელონას უბრალოდ არ დაწერილა ალბათ და ну რა უნდა ვთქვათ ხო ეს ყველა საუკეთესო ბავშვი რო ხდება დინამოს აკადემიაში რა თქმა უნდა ეს შობლის არჩევანია პირველ რიგში ხო გასაკურველია და კონკურენცია გიორგი ძალიან დიდი იმიტომ რომ ერთ ასაკში მაგალითად არის 5 საფეხბურთო სკოლა ერთ ასაკში სკოლის ჯგუფი და ესენი აი ეს ნელ-ნელა ემზადებიან ისე პარკაძის შემთხვევა რომ გავიხსენოთ ბაიერნში რომელსაც ჯანმრთელობა ხელი შეუშალა ხო ბოლოს ტრამვები ჰქონდა დაიწყო მე-4 სკოლა 4-ში მერე სკოლა 3-ში და უცებ გააკეთა ნახტომი და მოხდა პირველ გუნდში და მერე უკვე ბაიერნში ანუ ყველას აქვს შანსი და ყველას აქვს კონკურენციის დიდი რეალური შანსი ესე ვთქვათ რომ გაანაღდოს ეს თავის შანსი ეხლა ერთ პრობლემას ვაწყდებით ჩვენ სემინარებზე რო ატარებდით ამ სემინარებს წვრთნელები რა თქმა უნდა მუშაობდნენ და ეხლა იძულებული გავხდით შემდეგი სემინარი გვექნება თებერვალში აუცილებლად უნდა ჩავთოთ მეკარეების წვრთნელი ეს უკვე მამარდას ეფექტიცაა რა თქმა უნდა დიახ ეხლა უკვე ისე არის რომ ჩვენ სულ ვიძახოდით რომ მეკარეებზე აი პირად საუბარში და რამდენ წუთს უთმობდნენ ვარჯიშს მეკარეებს ძალიან სპეციფიური პოზიცია ძალიან ну არც მალავდნენ ეს ბიჭები რომ რაღაცა დროს ძალიან ცოტა მონაკვეთს ანუ გაახურა ბურთი დაურტყა დადგაკაში ფეხბურთი ითამაშა რა თქმა უნდა არ გვარა ამიტომ გადავწყვიტეთ ახლა აკადემიაში რომ ეს პროექტი ამ პროექტში მეთოდოლოგიის სახით აუცილებლად იქნება მეკარეების წვრთნელი ჩართული და მინიმალურ ცოდნას ამ ჩვენ რაიონიდან და რეგიონებიდან ჩამოსულ წვრთნელებს ამასაც ვასწავლით ფეხის დგომა როგორი უნდა გამოსვლაზე კედელი როგორ დააყენოს ფეხით თამაში თავით თამაში და აი ეს მინიმალური ისეთი შეფასებები უნდა გაკეთდეს მე ამ ფეხბურთელებისთვის რომ იმედი გვაქვს კიდე ახალი მეკარეებიც ამოვლენ. ხო, თანამედროვე ფეხბურთში მithores მოთხოვნა იმხელა ფეხით თამაშზე, რომ ლამის აქედან იწყება, ლამის საბაზისო ზონა და რა თქვა, ფეხბურთის დაჭერიდა, ხო და არა რა თქვა, უბრალოდ მართლა იმდენად დიდია მოთხოვნა უკვე ფეხით თამაშზე ბოლო წლებში, რომ ამ ხრივ შეიცვალა ფეხბურთი რა. ხო, მე რო თქვა, მე რო მაბავშვობაში ვიწყებდი მეკარეობა და თამაშს, მაშინ ასე არ იყო. ასეთი მოთხოვნა არ იყო ფეხით თამაშზე და ახლა შეიცვალა ამ ხრივ ფეხბურთი. საინტერესო ერთი ფაქტი კიდე აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ეს ჩვენი მიზანი, რაც არის ფეხბურთის პოპულარიზაცია პირველი და მერე ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრება, რა თქმა უნდა. აი ახლა ბოლოს სადაც ვიყავით ხო ქიზიყში, იქ სიღნაღი დედოფლის წყარო და იქ სამ სოფელში განაწილდა ლოკაცია. სიღნას რო ვიძახი, სიღნაში არის ტიბანი და არის ძველი ანაკა. 60 ბავშვია. იმ სიღნაში რამდენიმე ადგილია. სიღნაში თვითონ ქალაქში ხო ამდენია. იქ რაღაც სოფელი ხო არის ეს ტიბანი. ხო არის კიდე ძველიანაგა და იქ სამივეგან ვიყავით თითქოს აი ახალი რაიონები იყოს რა. ეხლა პლუს დედოფლის წყარო ჩაერთო უკვე დაანონსა მერი იყო ჩამოსული დედოფლის წყაროს ჩვენთან აკადემიაში სტუმრად და გავიარეთ ეს ყველაფერი და ნახეთ ეს თვითონ რაც თავარია ვერ მოვითმინეთ მედალევანმა და იქიდან მანქანით უნდა გვენახა ეს რა სტანდარტული 100 მეტრიანი ხელოვნურსაფარიანი იდეალური მოედანი იდეალური გასახდელებით ძალიან მაგარ პარკში და აი ამ რეგიონში
სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ნახეთ რა, სილამა განათები, ტრიბუნები და ჩვენი ჰაერზე ყველაფერი. გადასარევად, სადაც შეიძლება კემპების გაკეთება უკვე მომავალში, შეკრებების გაკეთება და აი ამ რეგიონში, ქიზიყში ზოგადად და ყველასთვის კახეთშიც შეიძლება ძალიან მარტივად ფესტივალების ტურნირების ჩატარება. ანუ ინფრასტრუქტურა მოგზდებს ნენელა და რაც ჩვენ ძალიან მოგწონს, სადაც ჩავდივართ, ახალ მოედნებს ხედავთ, ახალ განათებულ სტადიონებს ხედავთ, ძალიან გვიხარია. და ყველას ერთი რამე უხარია კიდე ჩვენთან ერთად, რომ შანსი ეძლევათ მოხვდნენ დინამოს აკადემიაში. ხო, ისე და ისე რაც ეხლა თქვით, ხო, რომ კიდე არ გინდა მაინც სახელია, რა თქმა უნდა, ბრენდია დინამოს აკადემიაში მოხვედრა, ეს ყველა ბავშვის სურვილია, რა თქმა უნდა. სადაც და ასე იქნება 70-80%, ვთქვათ 70 ვთქვათ, რომ ჩვენი აკადემიის საფეხბურთო სკოლის ბავშვები არიან ასაკობრივი ნაკრებებიდან დიდ ნაკრებზე აღარ ვლაპარაკობ. უკვე სტატისტიკა და თვალთახედვა ჩანს ხო თვითონ 16 წლამდე, 17 წლამდე ნაკრებები, 18, 19 წლამდე, 21 წლამდე არის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენთან გაიზარდა. და თავარი რაც არის ახლა კიდე კარგი, რასაც მე ამდენი წელია ფეხბურთში ვარ, იცით, სულ მაინტერესებდა ბოლოს მეთქი სად არის აქ ის კითხვის ნიშანი იყო რა, ესე დიდი შედეგები საიდან იდება, თითქოს ესმელები შეიძლება სხვადასხვა სკოლებში მუშაობდნენ. ძალიან მაღალი დონეზე არის დისციპლინა ჩვენთან ეს ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი აუცილებელია დისციპლინა, ხო მაგის გარეშე ხარ. მეთოდოლოგია. და ის ორშაბათს რო იკრიბებიან აკადემიის ხელმძღვანელობა და წვრთნელები რო დაწერენ პროგრამას, აი იმ პროგრამით მიყვებიან ყველა. სრული კონტროლი არის, მონიტორინგია ყოველ ვარჯიშზე, ყოველ დღე. და თავარი რაც არის, აი მან ყველა მიცის, რომ დღეს თუ არა ხვალ ამის გაზრდილი ბავშვი, ამასაკში გაზრდილი ბავშვი აუცილებლად მიაწოდოს პირველ გუნდს და მიდის მაგაზე სერიოზული მუშაობა. მუხჩაუხრელი მუშაობა ნამდვილად და გვიან ღამემდე. ხო, აი, შრომატევოდი ძალიან. მე არის საერთაშორისო ტურნირები, სადაც არავის არ ეწყინოს, მაგრამ დინამო თბილისის აკადემიის ბავშვები ხერხდება ისე, რომ წელიწადში 5 ჯერ, 6 ჯერ, 7 ჯერაც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ტურნირებში. იქ ზოგჯერ არის თანადაფინანსებით ეს, ზოგჯერ არის კლუბის ხარჯით, ну, ასეა თუ ისე ესე გვარდება და ბოლოს იყვნენ ხო იტალიაში, ესპანეთში, თურქეთში, ბელგიაში, ეხლა ლიტვაში იყვნენ კიდე, ვილნიუსში იყო ატეიტისის თასი და ახლა ბოლოს კარგი გამოსილება მიიღეს ხო დარასელიას თასზე, იმიტომ რომ უოტფორდი იყო, იუვენტუსი კარგი გუნდები ჩამოვიდნენ და მშვენიერი გამოსილება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ტურნირზე დამეთანხმები გიორგი, რომ თითო ბავშვი ვარდება ისეთი, რომელიც აქამდე შემოჩნეველი იყო რა. კი. კარგია რომ თქვენს გამოიჩინეთ ესეთი ინტერესი. არა, აუცილებელი პროექტია თქო და ისევ ქართულ სპორტს ემსახურება და ქართულ ფეხბურთს ამიტომ ბავშვთა ფეხბურთის თემა მე ვფიქრობდი და ვიძახოდი რაღაც ბევრი მაგ ნანახი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ 4 პლეიოფი მაქვს გუნდებთან ერთად, როგორც მენეჯერს ნათამაშები რა, ორჯერ გორის დილასთან, ორჯერ დინამო თბილისთან, ჯგუფიც ვითამაშეთ 2004. კი, გუჩაძის დროს კი ბატონო, კი. და პირველი რასაც ვაკეთებდი და მინდოდა მენახა, სადაც ჩავდიოდით, იქ მასპინძელი გუნდი იგენება, რას გინდა ნახოთ, რას თხოვდი, წავსულიყავი აუცილებლად აკადემიის ბაზაზე, ან საფეხბურთო სკოლა მენახა. სად დაგჭირა ყველაზე კარგი შტაბი შეიძლება, მოდი ამას კითხავ, იმიტომ რომ ბევრი მეტოქე გამოიარე ამ ხრე. აჰა. სადაც ისევ და ისევ ვახტანგ სალია წავიდა. თან შევიპარე. თან შევიპარე. ანუ შემთხვევით მოხდა რა, ისე მოხდა რომ ჩვენ 2 დღით ადრე ჩავედით გეგუჩაძეს დროს რა იქ და ჩვენ სადაც სანამ უეფას დადგენილი ვარჯიში გაქვს, მინდორი ვიქირავი და გვერდზე აღმოჩნდა ეს ბაზა. ნიუკასლ და მოხერხდა ისე რომ მაინტერესებდა ჯერ ფეხბურთელები, შირერი კლიუარტი და ეგდროა. როგორ შედიათ ჩვეულებრივი ფეხის მანქანის გადასასვლელია ფეხბურთელები შევიდნენ და იქ ფანებით განახელმოწე მანქანა რო ჩერდება. შევყევი რა, თუმცა ეს კამერა დამსდევს ამათი. როგორც შევიდი კეცბაიას დიდი პლაკატი იდო, ფეხით რო ატყავს და ამოყავი თავი აი ამ აკადემიაში და ამ ბაზაზე. რო ყვებოდნენ და იძახოდნენ 14-16 მინდორი და რაღაც ეს ჩემი თვალით ნახე მე ეგ რეაბილიტაციის ცენტრი და ბოლოს უკვე რო დავათვალიერე, 2 წარმომადგენელი უსაფრთხოების სამსახურის ნიუკასლი მოვიდა, ვინახა მეთქი ესე დინამო თბილისი ვარ და ვეღარ გავედი მეთქი უნდა ვენახა და მე თვითონ ხელი გადამხვიეს იქ ყავადავლიეთ რაღაცა, თვითონ მეტი დამათვალიერებიეს კიდე. ოლბორგს ჰქონდა ძალიან მაგარი იქ.
დანიაში. სკანდინავიაში ზოგადად კი. გერმანიაში ყველას რა, აი ლევერკუზენის ბაზა. სადაც აი კიდე ესეთი შაბეჭილება დატოვა, ყველაზე ძალიან მაგარი იყო იმაში ხორვატიაში, ჰაიდუკის სპლიტის. უკვე სერიოზული დანადგარები. ეს დევდარიანმა რო გამოთიშა მაშინ ეს პერიოდი იყო, ხო? იქ ჩავედით, იქაც 4 თვით ადრე ჩავედით. იგორ ტუდორი იყო მაშინ მწვრთნელი სხვა შორის გუნდის, ხო? ძალიან დიდი შტაბეჭილება დატოვა და იქ მუშაობდა დინამოში ნამუშევარი ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელმაც დიდი ექსპერტი. შუშაკთან იყო? არა, აქ ჩვენთან იყო, ეგ რომელიც ჩვენთან იყო, არ მახსოვს 2007-2008 წელი იყო და მე დაბრუნდა ხორვატიაში. გვარიან ის მიკეთებდა მასმინძლობას, მათვალიერებდა ახალი დანადგარის არმენი ბილიკების. ანუ გიდიის იყო ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი იყო. ახალი კიდე რა გითხრათ, ხوارჩკაროვ თუ არა, კაცო. არის ციტაი. ხა ლევერკუზენს მიდოდა მეკითხავ, ხა ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი ეს გუნდი, ხო და მაშინ კიდე ის პერიოდია, რომ უიღბლობა და ნევერკუზენს უწოდებენ და ხო ხტები ვისეკუზენს და მე ასეთ მეტსახელები და როგორ რით გამოირჩეოდა მისი ბაზა ამ შემთხვევაში რომ ნახე რომ დაათვალიერე რამ გაგაუცა ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში აი ნიუკასლის გარდა კი ბატონო აი ლევერკუზენის ბაზა რო ვთქვათ ესე იგი ჯერ ყველა ბაზა აშენებულია ქალაქგარეთ აბსოლუტურად ყველა მოცილებული ქალაქიდან სივრცე არის ეს გერმანიაში თუ ნიუკასლშიც ხო ყველგან მოცილებული ქალაქიდან სადაც ყველგან სადაც ვიყავი ქალაქიდან შორს მოცილებული სიმწვანეში ტყეში ქვეყნის აი ესეთი საერთოდ სიძიერისედაც არ უჩივიან იქ სისუფთავეს და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს იყო ლევერკუზენი, ხო, ნახულობთ ახლა ბაზას ვათვალიერებ მინდვრებს და მე უცებ ერთი დარბაზია დახურულია ზაფხული იყო. ვთხოვით რომ გაგვიღეთ, გააღეს, ეხა რა ხდება, ბავშვები თქვა ან ასაკობრივი გუნდები ამინდის კლიმატური პირობების გამო ეს დარბაზი იხურება და ხელოვნურსაფრიანი მოედანი იყო იდეალური რა რო ინატრებ დარბაზში და თუ სურვილი აქვთ გაწევენ თავსახურს მოხსნიან და ისე ავარჩევენ ანუ იქ წამიერათაც არ შერდება პროცესი ეხლა ჩვენ მესტიაზე ვსაუბრობთ რომ კლიმატური პირობების გამო 7 თვე და всё მორჩა უკაცრავად და აქ ეგ პრობლემები არ აქვს და მედიცინა ძირითადად. მითხოვეს გერმანიაში ახლა სამედიცინო საშუალებები, რეაბილიტაციის ცენტრები, ყველაფერი და აი ეს ყველაფერი ხელს უწყობდა მაგაც, მაგრამ ჩვენ რეალობაში რო დავბრუნდეთ, ბავშვებს აქვთ ერთი დიდი პრობლემა, მე რასაც უყურებ ყველაზე ძალიან, რომ საერთაშორისო ტურნირების ნაკლებობა, ანუ სხვა დონის გუნდებთან არის. ხო, აი გამოცდილება, ისე ვთქვი, გამოცდილება და პრაქტიკა. და სწორი ეს გამოსელება და პრაქტიკა ძლიერ გუნდებთან. ეს გვაკლია ზუსტად კი, ნამდვილად. შაშიაშვილის სიტყვებს გეტყვით, ეს იყო 2001 წელი, დინამო თბილისი, შუშაკის დრო აგივინოდია. და კეონთან მოხდა ამხანაგური თამაშის ორგანიზება მოხერხდა, კარგად 10 თამაშობდა მაშინ მოგვეხმარა. კი. 4-0 წავაგეთ რა ამხანაგური თამაში, თამაში რო დამთავრდა პირველი ყველამ შაში მარტო შაშისთან რაღაც კაპიტანი იყო და ურთიერთობა მქონდა. ძალიან გთხოვია, მხოლოდ ესეთი გუნდები იქნება მოხერხდეს ამხანაგური, რომ ახალი დაწყებული იყო თავდასხმელის მცველის უკან სირბილი რა, ეს ნომინალური ცხრიანი კი არის დგას ესე რო დგას. ეს უმოძრაობა მცველის უკან შემორბენები. ანუ უკვე იქაც გაიზარდა ეს ჩვენი მცველები იქაც გაიზარდნენ ჩვენი გუნდები და ხო, ნუ ასეთ გუნდებთან გამოცდილება უნიკალური შემთხვევაა რა თქმა უნდა და კარგია, რომ ეს დინამოში ახლა დღეს აკადემიაში არის შექმნილი ძალიან ისეთი პროფესიონალური მდგომარეობა, სასელექციო სამუშაოები, ძალიან ძნელია იცით სელექციონერი რომ მიდის, რომელიღაცა ბავშვის გადმოსაბირებლად. ხო. ძალიან რთული პროცესია რა. სხვადასხვა საფეხბურთო სკოლიდან რა დონეზე უნდა დაარწმუნო, დააჯერო, ჯერიტო. ხო, ეს სურათზე რომ მარტივად ჩანს თითქოს ესე არ არის. ძალიან რთული პროცესია, ძალიან რთული პროცესი. ჩვენ მე შედეგს ვიგებთ, შედეგს ხედავთ, თორე შეგნით რა ხდება იმ პროცესში, უკვე ერთული ამბავია. პროცესში ხდება ის, რომ დინამოს მოეწონა იწყება მოლაპარაკები კლუბებთან, იწყება მოლაპარაკები მშობელთან. ხარ ეს დარწმუნების პროცესი ხო არ ჩანს იმავე შედეგში ნახულობდე, ის ხო არ ჩანს. ბექგრაუნდში რა ხდება ხო და ამიტომ ძალიან რთულია, ძალიან ისეთი საპასუხისგებლო სამუშაოა, ესეც ესე ვთქვათ. და ცხონებული ნოდარ ახალკაცის ფენომენი
ცოტა გულიმწყდება რომ ბატონი ნოდარის ფენომენი მეტად გამოსული არ არის ქართულ ფეხბურთში და წვრთნელთა ალბათ მეთოდოლოგიაში. კიდევ ისე არ არის ბოლომდე დაფასებული, ალბათ ასე ვთქვათ, არ ვიცი ხო, იმიტომ რომ მართლა გენიალური კაცი იყო ეხლა და მომიწია ბატონ ნოდართან მუშაობა, სამწუხაროდ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაწებენიერება ქონდა რომ მუშაობა მოგეწია. ისიაც გაკეთებული იყო უკვე იუბილის გადასახდელი და 25 იანვარს სამწუხაროდ ესეთი როგორ არ უნდა იცი წასვლა. იმ დღეს ზუსტად ფედერაციაში იამანის ხუთში მუშაობდით მე და დათოც პეტრიაშვილი ცხონებული. და ესეთი დროსტით იყო და რკინის კარეს მოვარტყა ფეხი ეს ჯოხი და შემოვიდა იქნება გადაიდოს რეისი რა. ძალიან არ უნდა წასვლა. მე ძღოლსაც მე ჩვენს დავრეკეთ აეროპორტში მოსკოვში მიფრინავდა SNG-ს ტურნირი იყო თუ გახსოვთ, მაშინ დინამო მონაწილეობდა და ერთადერთი იმიტომ მაინც უნდა წავიდე რომ ბლატერი იყრიდა იმ წელს კენჭს და ჩადისო რა. და რაღაც შეიძლება ვერ გაიგოს რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რატომღაც არ ჩამოვიდა და აი ისევ ფეხბურთისთვის, ისევ ქართული ფეხბურთისთვის აეროპორტში მისულა კიდევ ერთხელ უთქვიან ძღოლისთვის რომ იქნება გადაიდო რა ეს სასწაულად არ უნდა წასვლა. იქნება გადაიდო. ძირითადად აი მე არ ვიცი ბატონი ნოდარის ფენომენი და მთლიანად ეს ადამიანი აი იმსახურებს ალბათ ძალიან დიდ შესწავლას და იმ პროექტს რასაც თვითონ ბატონი ნოდარი აკეთებდა 75 წლიდან და აგვირგვინა 91-ში და 92-ში უკვე ისე მოხდა რომ ვიტალი დარასელია რო გარდაიცვალა დათომ დაანება ყიფიანმა თავი ლეგენდები ხო და უკვე უდიდესი ხალხი რა თქმა უნდა კი მეტი ალბათ მე ვფიქრობ საუბარი და მეტი გადაცემებია კიდე საჭირო აი ხო და წარმოვიდგინოთ დაგივე დარასელია ყიფიანი ხო თუნდაც ახალგაზრდა როგორი ამაყები იქნებოდნენ აი ახლა რო ნაკრების ამ შედეგს ნახავდნენ რა ევროპაზე გასულ 26 მარტს ნახავდნენ მე ევროპა აი როგორ წარმოვიდგინეთ რა თქმა უნდა გაახსენდებოდა თავიანთი ის დიდი წარმატებები და მე თანამედროვე სამყაროში უკვე ნაკრების ასეთი წარმატება ხო და რაღაცა გულმწყდება რომ ამ ყველაფერს ვერ მოესწრენ სამწუხარო ძალიან და კარგია ასეთი მომბერეზე ხალხით რა თქმა უნდა ხო კარგია ერთი ესეთი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან ერთად იდეალურ პროექტებს ახორციელებს მონიტორინგის სამსახური შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჩემ ხო იცით ხან ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდი ხანი ანუ ეს ფონდი რო შეიქმნა ერთ-ერთი თანხის ნაწილი გამოყოფილია საფეხბურთო სკოლების განვითარებისთვის ყველაზე მინიმალური თანხა წლიურად არის 5000 ლარი ანუ სკოლას მარტო უნდა წარადგინოს რამდენი ბავშვი ყავს ინფრასტრუქტურა და აი მიზერული მოთხოვნებია და ამ თანხას აძლევენ ბურთების ფორმების სახით და რაღაცა პლუს მონიტორინგის სამსახურია 5000-დან 120.000 ლარამდე არის ეს ანუ კატეგორია პირველი კატეგორია მეორე კატეგორია მესამე და მეც გორში მუშაობის დროს ერთ-ერთი ასეთ მონიტორინგის სამსახურიდან თანხა რომელიც იყო 42000 ლარი გამოყოფილი საწყავის სისტემა დავამონტაჟეთ საფეხბურთო სკოლაში გორში ხო თითქოს ესეთი მარტივი დეტალი მაგრამ ესეთი აუცილებელი რა ხო გორში არის საფეხბურთო სკოლაში სტადიონზე ქართლის სტადიონზე საწყავის სისტემა სპორტული ეკიპირება მიიღო ყველა წვრთნელმა აბსოლუტურად თავინა ბოლომდე და ну ბურთებზე და სპორტულ ინვენტარს საუბარი არა. ხო, იგივე გორს ბოდიში გორზე ამინდა კიდევ აღნიშნო, ნოდარ ლომინაძე ხო აგერ თუნდაც 20 წლამდელებში შესანიშნავი თამაშები ქონდა უბრალოდ. დინამოდან იჯარით არის წასული. ხო, მაგრამ თუმცა უბრალოდ გორის დილაში თამაშობს ამ ამიტომ ხო. გორის დილაში სერიოზულად მუშაობენ ხო სატრანსფერო პოლიტიკა იცით რომ არაფერი დაეწონება. არა, თქმა უნდა ხო. ჩამოყავთ ნორმალური ლეგიონერები და უბერავენ ისე რომ აგერ შედეგებიც აქვს ყველაფერი და კარგად აქვს ყველაფერი რა. კარგია რომ ჩვენ სკოლაში დღეს ამ წუთში არის ესეთი ფანტასტიკური დასწრება ბავშვების და მშობლების. იცით როგორ შეიცვალა თვითონ მენტალიტეტი მშობლებისაც აღარ არის აუცილებლად ეს ყვირილი რა იქიდან ასი მიეცი და არტყი არის რაღაცა. ხო ის ხელი შემშლელია ხოლმე ბავშვისთვის როგორც ესე დამსხუნველი და სტრესი პირიქით და უფრო ვერ თამაშობს მე ვერ იხსნება ხო ასეა და როცა ვირიქით მარტო თუნელი უყურეს არა სხვა იცით როგორ გვიჭის ხოლმე მშობლები ახლა რეგიონებში რომ ჩავდივართ აქტიურად არიან ხო ეს მშობლები არავინ არ უშლის ჩვენთან ბაზაზე შემოსვლა აკადემიაში შემოსვლა აკრძალულია ვარჩევს მშობლები გარეთ ელოდებიან ყველა ასაკის რა
და იქ უკვე რეგიონებში ეს არ აქვთ და უნდათ რაღაც შეძახილები გააკეთონ. მე ვუხსით მარტივად რომ ეს რო აკადემიაში მოხდეს ჩვენთან, იქ შენ ვერ იქნები. ბავშვი თუ შეეჩვია შენგან აი ამ ყვირილს და მითითებებს დაიწყებს ძებნას და დაიკარგება და დაგიბრუნებ უკან და დავიდანებეთ რა. ან ფესტივალებზე იყო აუცილებლად წვრთნელებისგან შედეგის მიღწევა. მოვიგე ფესტივალი რა, იქ რო ჩამოდიოდა თქვა კასპიის გუნდი, მანისი, დუშეთი და ასე შემდეგ. მაინც და მაინც ჰქონდათ მიზნად რომ მოეგოთ რა ეს ფესტივალი. ავდექით და ყველაფერმა რომ დავინახეთ პრობლემებს გვინდა საერთოდ ამოვიღეთ ქულები და ბურთების ჩაწერა. ხო, იმიტომ რომ ამ დროს არ არის აუცილებელი. ვერაფერ გავაგებინეთ ამ წვრთნელებს, შობლებს და ამ სულ ყველას რა, ვისაც ეს აინტერესებდა, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ თვითონ ფესტივალი რა არის, ხო ესპანეთთან რომ გადავიდა ზეიმი რა. ზეიმის აღნიშნა არის. რა თქმა უნდა, ეს არის ზეიმი აღნიშნა. შენ თუ ხარ წაგებაზე დაგწდა გული და ამიტომ თავჩაღუნული ხარ, რატო ფესტივალი პირიქით უფრო გახარებული უნდა იყოს, ხო? თან რო ეუბნები რომ არ მაინტერესებს ვინ მოიგეს, მაინტერესებს აი ესა და ეს ბავშვი როგორ განვითარდა. ამას აქ და შედეგზე საუბარად ესეთია ხო ეხლა. ამის მერე ჩვენთან აი ფესტივალის პრაქტიკა მიიტანა ფედერაციაში ეს ამბავი ლევანი ჩვენმა და განცელაძემ და იქ წინადადებით შევიდა რომ საერთოდ იქნება ამოვიღოთ ეს ქულების და ბურთების ქულების სისტემა, ხო. ფოტოშორის დიდი გამოხმაურება ქონდა ამას და ყველა ერთბაშად დათანხმდა, ერთხმად დათანხმდა. ხო, რომ დაისვენეს წნელებმას, დაისვენეს შობლებმას, ყველა, რომ ვლინდება ჩემპიონი არ ვლინდება. დასაწყისში თქვით, ხო, ეს არის, 6 და 12 წლამდე პროექტი, ხო, რეალურად ამ ასაკში, ამ პერიოდში. ასე დროს ახლა წაგებაზე ნერვიულობა ცოტა ისეთია, ხო, ახლა მერე და მერე კი ახლა მოდის უკვე ვერ გაიქცევი ერთად, მაგრამ ამას აქში ხალისი უფრო მეტი უნდა იყოს. ხო, ფეხბურთი უნდა შეაყვარო პირიქით უფრო მეტად და უფრო მეტად შეაბიჯებინო ამ სამყაროში და ამ დროს ახლა წაგება წააგე და ამის გამო ახლა თამე ბავშვია, ხო, წრემლები მოყვება ყველაფერს და აცრუმა და რატო, ხო, თორე კი ტარდება, ხო, ვიცით რომ მაინც ტარდება. მაინც ტარდება, ხო და არა, ის რა არის, იცით, პატარა დოზით კიდე შეიძლება, მაგრამ აი, ეს შეჯიბრის გემო რო გაიგოს კი, რა თქმა უნდა, ხო, პატარა დოზით შეიძლება, მაგრამ აი ის საწოდა ის ბავშვები მეწოდებიან მერე რომ აი ძალიან მაგრა განიცდია წაგება. აი, მაგასო ხო, ანუ მოყვება რა, მე ამ ყველაფერს იმედგაცრუება და ყველაფერი და ამასაკში რატო, თორე კი ჩვენ ეს ამოვიღეთ, ამიტომ არ გვინდა, ჩვენ გვაქვს ფესტივალი, თუმცა ტარდება ახლა იცით პენდელასტასიც იწყება. არა, ეგ თავისთავად, ხო. ბევრი ვეტერანი ფეხბურთელის სახელობის პრიზის ტურნირები ტარდება, ეს ცოტა რა იმისთვის რომ ბავშვი დაიწყუნოს, მაგრამ თლიანი ჩემპიონატი თლიანად ამოღებულია ყველა ქულები და ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა ეგ მიდგომა, რომ შეიძლება მაქსიმალურად ბავშვთა ფეხბურთისთვის ბევრი რამე გაეკეთებინა და კი ბატონო, ბოლოსკენ კი არ მიდაკითხო, ხა ჩვენგადა ჩვენ ხა ყველანი ვიცით და ვხედავთ, რომ თუნდაც ეზოებში რო ავიღოთ, ძალიან ტექნიკური ერი ვართ ფეხბურთში, ხო? ტექნიკური ფეხბურთი, შემდგომი ფეხბურთი გვიყვარს, ხო? ამის გამოძახილი, რა თქმა უნდა, იგივე კვარა და ზურიკო და ასე შემდეგ, ხო? ყველაზე მეტად, მაიც, აი რომელი რეგიონი გამოირჩეოდა ტექნიკური ბავშვებით, უმეტესობად? ერთნიშნულად დასავლეთი. დასავლეთი. ერთნიშნულად. გურია და ალბათ და არ მინდა ახლა ერთ-ერთი რეგიონი დავასახელო. ბურთი გადმოვარდა, ეს ფაქტია რა, თან ერთხელ არ მოხდა და მიიღო ისე ამ ბავშვმა ბურთი, რომ ამას ასწავლიან. ნახევარბრუნში ეძახიან. კი ბატონო. მეორეთაც იგივე და გავაჩერე ეს ბავშვი რომ მეთქეს გასწავლობენ. არა ეს სხვანაირად როგორ უნდა მიმეღო აქცენტით მიხვდებით ხო რომელ რეგიონზე ესაუბრე. უკვე გასაგებია კი. ესე რომ მიმეღო დროსაც დავკარგავდიო და ვერ წავიდოდიო წინ. ანუ ეს არის საუბარი 11 წლის ბავშვს. ხო აი მაგდეს თუ ხდება უკვე ხო ძალიან მოკლედ ეგეთი ფაქტი მე ეხლა მარტო გამომახვილა მაგაზე ყურადღება ძალიან ადრე შევარდენის სტადიონზე ტარდებოდა ხოლმე საერთაშორისო თამაშები ეხლა რაგბის სტადიონი როა იქ უეფას დელეგატთან ერთად მოვდივარ, რაღაც საუბრობ და გაჩერდა რა ეს ტაიმებში შოა რომ ბავშვები თამაშობენ ხო? გაშშებული უყურებს ძალიან გითხე რამდენი წლის არის ეს ბავშვი. ნუ კითხე 11-12 წლის. როგორ ახერხებთ ამას, რომ 11-12 წლის ბავშვი აკეთებს ისეთ ტექნიკურ მოქმედებებს, რომელსაც ჩვენთან ვასწავლით 14, 15, 16 წლის. ნუ ზარდობის ეს ანუ ხო და რა ბავშვი. ეს სიტყვები ძალიან მაგრა მახსოვს. ხო და ნუ ეგეთი ერი ვარ. ტექნიკური შემტევი ფეხბურთი გვიყვარს და ბევრი ჯერი ყავს და არა მარტო დასავლეთში რა თქმა უნდა, მოდი დასავლეთი გამორჩეულია მე თქმა უნდა და ელემენტარული რაღაცით რა ჩვენ დავინახეთ რა ძალიან ბევრი უფრო მეტი სტადიონები აქვს, უფრო მეტი მინდორი აქვს. და რაღაც გენშიც არის რა მათ. კი, რა თქმა უნდა, კი. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ახლა აქეთ
აღმოსავლეთში ძალიან ბევრი ბავშვები არიან ისეთები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს და ვისარგებლო შემთხვევით მოგიწევთ ჩვენთან ფესტივალზე, ტურნირზე, თუ დრო გექნება, შაბათს იქნება ეს ციკლი მთლიანად და კვირას არის ფინალური ეტაპები და თუ მოგიხერხდებათ, ან ჩვენი პრესამსახური დაგიკავშირდებათ, ჩაგიდებენ ვიდეოებს. თუ ოდნავ ის გავაშუქებთ, ცუდი არ იქნება რა. კი, არა, ხო, მართლა აუცილებელი ფესტივალია, ისე და ისე ბავშვთა ფეხბურთი, ბავშვთა სპორტი და თვითონ ამ ბავშვების წინ განვითარება და უფრო მეტი გამოსილების მიღება და ეს ფესტივალი კიდევ დაეხმარება იმაშიც, რომ მაგერ მეტი და მეტი ბავშვი როა ჩართული, კონკურენციას რო გაზრდილია, შენც ბუნებრივია, ერთი რო ხარ და ხედავ რომ ბევრი კონკურენტი გავს, мотиваცია გემატება ავტომატურად. შესაბამისად კონკურენცია მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან ყველანაირად ესეთი საჭირო ფესტივალია მოკლედ. გვერდში ძალიან ისეთი ყურადღება მისაქცევი თემა რაც არის რა, ადგილობრივი მერია და ფეხბურთის ფედერაცია, ყველა ბავშვთა ფეხბურთსაც ეხება, ჩათვალეთ რომ ყველა გვერდში გვიდგას და არ ვაკეთებთ არასდროს ჩვენ მივლინებას ისე ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რო არ ჩავახენოთ საქმის კურსში. არასდროს. რომ იცოდნენ სამეგრელოში თქვა სერგო კვარაცხელი აქეთ ვინც არის იქ ვინც არის ყველა მიციან რომ ჩვენ აქ ვატარეთ ლანჩხუთში თქვა დათო მუჯირი გურიაში და ყველა მაქსიმალურად გვერდში გვიდგას და დიდი მადლობა მათ ამათვის და დიდი მადლობა შენს სტუმრობის ეს გია მადლობა თქვენ და თქვენ აი ამ ლამაზ სტუდიას თქვენ ლამაზ თანამშრომლებს ყველას და იმედია ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთისთვის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. კი ესიანი იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი და კიდევ ერთხელ მადლობა მას, მადლობა ამ ფესტივალის ბუნებრივი ყველა ორგანიზატორს, ვინც ამაში მონაწილეობს, ამდენი რეგიონი ჩართული, ამდენი ბავშვი და ამდენი მშობელი და ძალიან მაგარია ბუნებრივია, თქვენ კი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო სპორტული სივრცე, რადიო სივრცეზე, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.